იცადე, რატომ არის მამა პიგის თერფი მთლიანად გამოყოფილი მისი ფეხისგან და რატომ აქვს მას მხოლოდ ერთი ფეხი ამ სცენაში? ეს მხოლოდ ორი შეცდომაა, რაც ვიპოვეთ. აი, ყველა მათგანი. სერიაში Madam Gazelle-ის წასვლის წვეულება, როცა Mr. Rabbit კლასში შედის, მის ხურში ხვრელი ჩნდება და სულ რამდენიმე სცენის შემდეგ მსგავსი რამ ხდება მის რაბიტ-ხისხი არსებულ ჩიქასთანაც. და ისევ, როცა Mr. Zebra მის გვერდით გაივლის, იგივე ხდება. და აქ Mr. Zebra-ს პირი ამ კონტეინერში გადის. და ამ სცენაში პედროს ხელი მის პირიდან იზრდება. და აქ პედრო Madam Gazelle-ს აძლევს საშუალებას, რომ მანამდე შევიდეს. და როგორც კი ის კლასში შედის, ყველა ხვირის სიურპრიზი, მათ შორის პედროც, რომელიც ახლახან გარეთ იყო. ეხლა ეს დიდად აზრს აღარ იძლევა, ხომ ასეა? სერიაში ძიძობა, შეხედეთ აქ მამი პიგს. მას მარჯვენა ხელში ჩანთა უჭირავს, მაგრამ შემდეგივე კადრში ჩანთა ქრება. თუმცა სულ რამდენიმე კადრის შემდეგ ჩანთა ისევ ჩნდება, მაგრამ ამჯერად მარცხენა ხელშია. ამ სცენაში ჩვენ ხედავთ კარს ტელევიზორის უკან, მაგრამ ყველა სხვა ეპიზოდში ტელევიზორის უკან უბრალოდ კედელი იყო და ამ სცენაში პეპას ხელები არ აქვს. მხოლოდ პიჟამის სახელოა, ისიც საბანს ეჭრება. და როცა პეპა და ჯორჯი ჩადიან მისაღებ ოთახში, კართან ჩამქთველი ჩანს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რამდენიმე სცენით ადრე ჩამქთველი იქ არ იყო. გადავიდეთ ეპიზოდზე. პედროს ხველება. შეხედეთ კარის საფოსტო ჭრილს. ის ღიაა, მაგრამ შემდეგივე კადრში თავისით იკეტება. როცა დოქტორი ბრაუნ ბერი თავის მანქანის კარს გარს ამას ისე აკეთებს, რომ კარის სახელოს საცკი ეხება. და როცა ის მანქანაში ჯდება, მისი სახე ქრება მანქანის კარის უკან. მიუხედავად იმისა, რომ კარი გამჭვირვალეა, მაგრამ შემდეგ კადრში სახე ისევ ჩნდება. როცა ის სკოლაში მიდის, კარგად დააკვირდი. როცა კლასში შედის, ის პირდაპირ კარის წინ დგას, მაგრამ როცა სცენა ფართოვდება, ის უცებ მოშორებულია კარს. და როცა ეპიზოდი დაიწყო, გლობუსის მარცხნივ დაფა იყო, მაგრამ ახლა ის აღარ არის. მაგრამ სულ რამდენიმე კადრის შემდეგ დაფა ისევ ჩნდება, მაგრამ ამჯერად გლობუსი აღარ არის. როცა დოქტორი ბრაუნ ბერი პედროს წამალს აძლევს, გლობუსი ბრუნდება. და ბოლოს, როცა ბავშვების მშობლები მოდიან, ყველაფერი კიდევ უფრო უცნაური ხდება. ჯერ აშკარად ხედავთ Daddy Pigs, Mommy Sheeps, Mrs. Rabbits, Mrs. Dogs, Mrs. Ponies და Mr. Zebras, რომლებიც სკოლაში მოდიან. აქამდე ყველაფერი კარგადაა. მაგრამ როცა ისინი კლასში შედიან, Mrs. კატა უცებ არსაიდან ჩნდება. და მოიცადეთ, Mr. Pony საიდან გაჩნდა? ადრე აშკარად Mrs. Pony მართავდა მანქანას. თანაც Mrs. Rabbit და Mrs. Doggy გრემბი რაბიტის დინოზავრების პარკში. შეხედეთ პეპას აქ, ის ფანჯარასთან ზის. მაგრამ როცა სცენა ავტობუსის შიგნით გადადის, ის გასასვლელის მხარეს ზის, ხოლო ფრედი ფანჯარასთანაა. და როცა ყველა ავტობუსიდან გადმოდის, ვხედავთ, რომ ჯორჯი ხელცარიელია, მაგრამ შემდეგ სცენაში მას Mr. დინოზავრი უჭირავს. ველური ყვავილების ტყეში შეხედეთ პენი პოლარულ დათვს. მას თავისი ჩვეულებრივი შავი სათვალე უკეთია, მაგრამ შეცდომაა ის, რომ როცა ყვავილის კოსტიუმს იცვამს, სათვალისფერი ნარინჯისფერი ხდება. სერიაში გზის ამოთხრა დასაწყისშივე, როცა ოჯახი მანქანაში ჩაჯდომას აპირებს, შეხედეთ მამი პიგის ფეხებს აქ. ისინი პირდაპირ საბურავში გადის. რამდენიმე სცენის შემდეგ ხორის ოჯახი საცობში ხდება. ახლა ყურადღება მიაქციეთ Miss Rabbits. Miss Rabbit-ის ხურები მანქანის სახურავში გადის. საკმაოდ ბასრი ხურები აქვს და შეხედეთ დოქტორ ჰემსტერს აქ. მას უსაფრთხოების ხვედი უკეთია, მაგრამ რამდენიმე კადრის შემდეგ ის პირდაპირ ჩვენს თვალწინ ქრება. და ამ სცენაში შეხედეთ რამდენი კონუსია გატეხილი მილის გარშემო. 5-ია, მაგრამ როგორც კი Mr. Rhino თხრას იწყებს, მხოლოდ 2 კონუსი ჩანს. სერიაში დოქტორ ჰემსტერის კუ პირდაპირ დასაწყისში თუ დოქტორ ჰემსტერის უკან შევხედავთ, ხედავთ ღია მუყაოს ხუთს, შიგნით თივით და სულ რამდენიმე სცენის შემდეგ კუც ისევ ხედავთ, მაგრამ ამჯერად ის დახურულია. და ასევე შეხედეთ პეპას და სუზის აქ. ისინი გვერდ-გვერდს ხედან, მაგრამ როცა სცენა ახლოვდება, პეპა სუზის წინ ზის. ასევე კენდი კატა ფრედი ფოქსის წინ ზის. მაგრამ სულ 2 წამის შემდეგ ფრედი ახლა კენდის წინ ზის და როცა პედრო შემოდის, პეპა მოულოდნელად კენდისა და ფრედის შორის ჩნდება. როცა დოქტორ ჰემსტერი ბავშვებს თავის კუას აჩვენებს, მის უკან კარადა ჩანს. მაგრამ სულ რამდენიმე კადრის შემდეგ ის ქრება და ბოლოს, როცა კუ ხეზე გაიჭედება, დოქტორ ჰემსტერი სახანძრო სადგურს ურეკავს. როცა სახანძრო მანქანა სამაშველო ადგილზე მიემართება, ჩვენ ხედავთ კენდი კეტს მანქანაში მჯდომს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ის სხვა ბავშვებთან ერთად ნახეთ. ეპიზოდში ბაბუა ღორის კომპიუტერი, პეპა და ჯორჯი ბაბუას სახლში მიდიან, რომ საათი შეაკეთონ. როცა პეპა ბაბუას თავის გატეხილ საათს აძლევს, ორივე ის არის ქვემოთ არის ჩამოშებული. მაგრამ როცა ბაბუა ღორი თავის სათავსოში შედის, საათის ისრები პოზიციას იცვლიან. და ისევ, როცა ის სათავსოშია, ისრები ისევ თავდაპირველ ადგილას ბრუნდებიან. ასევე, ეს გასახვევი გასაღები აქამდე არ იყო. ის არსაიდან გამოჩნდა და ამ სცენაში ბაბუა ღორის ხელი პირდაპირ წიგნში გადის. და აქ თუ საათის უკან კარგად დავაკვირდებით, შეგვიძლია დავინახოთ ხელსათქვევების კალათა, მაგრამ რამდენიმე წამში კალათა ჯადოსნურად ქრება. თუმცა, როცა ბაბუა ღორი საათს ასწორებს, კალათა ისევ ჩნდება. ასევე დააკვირდით ამ ლურსმნებით სავსე ქილას და სპრეის ბოთლს, რადგან როცა სცენა პეპასა და ჯორჯზე გადადის, ორივე ეს ნივთი ქრება.
ეხლა გადავიდეთ სერიაზე სახელად ბალიშების ქოხი. ცივი ზამთრის დღეა და პეპა, ჯორჯი და მამა ღორი აშენებენ ქოხს. როცა მამა ღორი თავის ოთახში შედის რაღაცების წამოსაღებად, კარგად დააგვერდით. მას ორივე ხელში ბალიში უჭირავს. აბა, როგორ უჭირავს ზეწრები? ის უბრალოდ ეკიდება მას, ყოველგვარი დამჭერის გარეშე. ასევე მოგვიანებით სერიაში, როცა დედა ღორი თავის ოთახს გადახედავს, ყველგან არეულობაა და კარა და ღიაა. მაგრამ როცა მამა ღორი ოთახიდან გავიდა, მან არც კარა და გაუღია და არც არეულობა გაუკეთებია. ქურდი შემოვიდა, თუ რა მოხდა და ბოლოს შეხედე ამ ვარდისფერ ფანარს აქ. მას ყვითელი ღილაკი აქვს, მაგრამ ბოლოს, როცა იმავე ვარდისფერ ფანარს ხედავთ, მისი ღილაკი ლურჯია. სერიაში ბლოკპლეიტების შესახებ დასაწყისში ვხედავთ, რომ ხუთში 9 ბლოკპლეიტაა, მაგრამ სულ რამდენიმე კადრის შემდეგ, როცა მადამ გაზელი ბავშვებს ეუბნება აიღონ ბლოკპლეიტები, მხოლოდ 7 ჩანს. და რამდენიმე სცენის შემდეგ ვხედავთ, რომ ყველა ბავშვს ბლოკპლეიტა უჭირავს. მაგრამ როგორ არის ეს შესაძლებელი? აქ 12 ბავშვია, მაგრამ ბლოკპლეიტა მხოლოდ 7 იყო. როცა სკოლა მთავრდება, ვხედავთ, რომ მამა ღორი და დედა ღორი მანქანით მოდიან, მაგრამ როცა სახლში მიდიან, მანქანაში მხოლოდ დედა ღორია, ხოლო მამა ღორი სახლშია და ჩაის სვამს. სერია მარცხვები სავსეა პატარა შეცდომებებით. როცა პირველად ხედავთ მის რებიტის მარწყვის ფერმას, მის გვერდით კართან ყვავილია, მაგრამ როგორც კი კადრი ახლოვდება, ყვავილი ქრება. შემდეგ როცა მის რებიტი ფერმას აჩვენებს, რამდენიმე კალათი უცებ ჩნდება იმ ადგილას, სადაც რამდენიმე წამით ადრე ისინი არ იყო. და ბოლოს, როცა პეპა ამაყობს, რამდენი მარცხვი მოკრიფა, ჯორჯის კალათაში ერთ-ერთი მარცხვი კადრებს შორის ადგილს იცვლის. სერიაში კაილი კენგურუ ფეხსაცმლის პრობლემა გვაქვს. როცა პირველად ხედავთ რებეკას, მას ჩექმები აცვია, მაგრამ რამდენიმე კადრის შემდეგ მას უკვე თავისი ჩვეულებრივი ფეხსაცმელი აცვია. ამ დროს დენისაც ჩვეულებრივი ფეხსაცმელი აცვია. მაგრამ შემდეგ წვიმა იწყება და ბავშვები სახლისკენ გარბიან. და უცებ დენისაც და რებეკასაც ისევ ჩექმები აცვიათ. არც ერთს არ ქონია დრო რომ ფეხსაცმელი შეეცვალათ. როგორც ჩანს, წვიმამ ყველასთვის უფასო ჩექმების განახლება მოიტანა. სერიაში რიცხვები, პეპა, სუზი და ზოი ხტუნვის შეჯიბრებას აწყობენ და როცა ასრულებენ, თუ რებეკას შეხედავთ, მისი მთელი მარცხენა ხელი გამქრალია. ხტუნვის თოკი ჰაიაში უბრალოდ ლივლივებს, ისე რომ არავინ იჭერს. მაგრამ რამდენიმე კადრის შემდეგ მისი ხელი ისევ ჩნდება ჩვენს თვალწინ, თითქოს არაფერი მომხდარა. და საკლასო სცენაში, თუ მადამ გაზელის უკან შეხედავთ, კარადის ზედა ნაწილზე ყვავილების ვაზაა დადგმული. მაგრამ როცა სცენა მასზე ახლოდან გადადის, ვაზა მთლიანად გამქრალია და მის ადგილას სათამაშო მანქანაა. სერიაში დროის კაფსულა ბევრი რამ ხდება. როცა სუზი მუსიკალურ დისკს კაფსულაში დებს, მისი ერთ-ერთი ყური თავს ცილდება. შემდეგ, როცა პედრო მონეტას მაღლა წევს, მისი ერთ-ერთი ყური აშკარად უფრო ჩაკეცილია თავში, ვიდრე მეორე. და აი, უფრო დიდი შეცდომა. როცა მშობლები ბავშვების წასაყვანად მოდიან, 7 მშობელია და 8 ბავშვი. მაგრამ როცა ყველა ვიდეო ჩანაწერის საყურებლად ჯდება, მშობლების რაოდენობა 3-მდე, ხოლო ბავშვების რაოდენობა 6-მდე მცირდება. რამდენიმე ადამიანი უბრალოდ გაქრა სცენებს შორის. და ბოლოს, თუ ტელევიზორის ქვეშ დააგვირდებით, ვიდეო მაგნიტოფონში აშკარად ჩანს ვიდეო კასეტა, მაგრამ რამდენიმე კადრის შემდეგ ის აღარ არის. ეხლა მოდით ვისაუბროთ ეპიზოდზე მამიკო ფორმაში მოდის, რადგან აქ მართლაც საინტერესო რავაცებია. როცა პეპა, ჯორჯი და დედიკო, ღორი, ბატონ კარტოფილს უყურებენ ტელევიზორში, მას ქუდი არ ახურავს. მაგრამ იმ წამს, როცა მამიკო ღორი ოთახში შემოდის, ბატონ კარტოფილს უცებ ქუდი ახურავს. შემდეგ დააკვირდით ფულს დივანზე, რადგან როცა დედიკო ღორი სავარჯიშო ველოსიპედს შემოაგორებს, დისტანციური მთლიანად ქრება. სერია ბატონი ხარი მასწავლებელი იწყება შეცდომით, რომლის ახსნაც ნამდვილად რთულია. პირდაპირ დასაწყისში მშობლები შვილებს სკოლაში ტოვებენ. თუ დააკვირდებით დედიკო ცხრის მანქანას, ნახავთ რომ პედრო და სუზი უკანა სავარძელზე სხედან. ისინი გადმოდიან და კლასში შედიან. მაგრამ შემდეგ დენი, მენდი, თაგვი და კენდი კატაც ზუსტად იმავე მანქანიდან გადმოდიან. 5 ბავშვი გამოვიდა ერთი მანქანიდან, რომელშიც ცოტა ხნის წინ მხოლოდ 2 ბავშვი იჯდა. ხოლო კლასში ვხედავთ ემილი სპილოს, რომელიც დანარჩენ ბავშვებთან ერთად ზის. მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ დედიკო სპილოს მანქანიდან მხოლოდ ედმუნდი გადმოხდა. მაშ, საიდან გაჩნდა ემილი? შემდეგ კი ცარცებზე გადავიდეთ. ერთ მომენტში აშკარად ჩანს ვარდისფერი, ბეჟი და მწვანე ცარცი თაროზე. მაგრამ როცა კადრი მიახლოვდება მადამ გაზელზე და შემდეგ ისევ შორდება, მწვანე და ბეჟი ცარცი ადგილებს უცვლიან. შემდეგ როცა მადამ გაზელი იღებს ზარს, მწვანე ცარცი თავისით გადაადგილდება დიაგონალურად. არავის შეხებია, უბრალოდ თავისით გადაიწია თაროზე. და როცა ბატონი ხარი კლას გადაიბარებს, მის უკან 3 ცარცია. მაგრამ როცა ბავშვები მიესალმებიან, მოულოდნელად მეოთხე ლურჯი ცარციც ჩნდება. სერიაში ნაყინი, როცა ბაბუა ღორი თასიდან კილაში ასხამს მარცხვებს, მარცხვები მთლიანად დაუზიანებელია. არც დაჭრილია, არც დაყოფილი. უბრალოდ მთელი მარცხვებია, მაგრამ როგორც კი კილაში ხდება, უცებ უკვე დაჭრილია. შემდეგ შეხედეთ კილაში არსებულ რძეს. აშკარად თეთრია, მაგრამ როცა ბებია ღორი ინგრედიენტებს საყინულე პაკეტში ასხამს, რძე ვარდისფერი გამოდის. და შემდეგ მოდის ეპიზოდის საუკეთესო შეცდომა. როცა პეპა მეგობრებს ნაპინს ურიგებს, სუზი ჟოლოს ითხოვს, მანდი კი მოცვს.
შეიძლება ჟოლო მქონდეს, შეიძლება მოცვი გთხოვთ. საკმაოდ მარტივი შეკვეთაა, მაგრამ როცა პეპა მათ ნაყინს ურიგებს, სუზის პიტნა ხდება, მან დისკი მარწყვი. ხოლო მოცვი რატომღა ზოის ხდება, რომელმაც საერთოდ არც კი ითხოვა. პეპამ ყველა შეკვეთა არასწორად გააკეთა. სერიაში დაკარგული გასაღებები. როცა დედა ღორი კალათს საბარგულში დებს, აშკარად ჩანს, რომ კალათში ცარიელი ბოთლი და ხალიჩაა. მაგრამ როცა საბარგულს ხურავს, ორივე ნივთი სრულიად ხრება და შემდეგ არის სცენა ცალგამტარ მილთან. როცა ქალბატონი კუნდღელი ქვას აგდებს წალგამტარ მილში, რომ შეამოწმოს რამდენად ღმა, აშკარად ისმის შხაპუნის ხმა. 6. ეს ნიშნავს, რომ ძირში წყალია, მაგრამ როცა ამ წის კაუჭი იმავე მილში ჩადის, ძირი სრულიად მშრალია. წყლის არც ერთი წვეთი არ ჩანს. დაგვიჯერეთ, ესეთი შეცდომები კიდევ ბევრია. უყურეთ, რადგან ეხლა ვიწყებთ.